ძალიან რთული არსებები ვართ ეს ადამიანები. ეს უმაგას ვამბობ და სულ იმბრაზდება ხოლმე ნუ ამბობ და ეგრეა და რა ვქნა. ძალიან ბევრი ის რაღაცების დაცვა გვიწევს, რომ ბავშვი კარგად და ნორმალურად გაიზარდოს. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ რეალურად შესაძლებლად არის ურთულესი რამე რა. ხო და ნახე ახლა რა კითხვა გამიჩნდა მაშინ ამ შენი შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხშირად შემხვედრია ხოლმე იმავე Facebook-ზე ცოტა ასაკიანი ხალხი ამბობს, რომ აი ჩემ დროს სად იყო ამდენი ფსიქოლოგი, ჩემ დროს სად იყო. აბა მაშინ როგორ იზრდებოდნენ ბავშვები ამდენი ზრუნვის და ამდენი რაღაც გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი რაღაც შეცდომების და რაღაც. როგორ ზრდიდნენ მაშინ ჩვენი მშობლების შვილებს რა. და ბოდიში და შეიძლება ითქვას რაღაცა საფუძვლიანი პრეტენზიაც არის ხოლმე როცა ამობენ რა. ფაქტის სახეზე შედეგიდან გამომდინარე. პრინციპში რა მოხდა რა პასუხია ამას. ანუ პასუხი ახლა უცბად რაც შემიძლია ამაზე თქვა რომ გაზრდით ყველა ვიზრდებით ანუ ნებისმიერი ადამიანი თავისი ბუნებრივი მოცემულობიდან გამომდინარე გაიზრდება გაივლის გარკვეულ ეტაპებს ის რასაც ყველა გადის უბრალოდ აქ საქმე არის იმაში ალბათ როგორ გაივლის როგორ გავიარეთ ჩვენ როგორ გაიარეს ჩვენმა მშობლებმა და აქ არის მნიშვნელოვანი ის რომ მაშინ როგორი მშობლობაც იცოდნენ, ისეთი მშობლები იყვნენ, ჩვენ როგორი მშობლობაც ვიცით. ან შეგვიძლია ვისწავლოთ ისეთები ვართ და ვიქნებით მომავალში, როცა კიდევ უფრო მეტად ვისწავლით და განვითარდებით ამ ბავშვში და მერე უკვე ჩვენი შვილები კიდევ უფრო სხვანაირი მშობლები იქნებიან. აი, თაობათა შორის განსხვავება ამაზე მინდა ვთქვა, რომ ზუსტადაც წეღან ვთქვი, რომ რაღაცა თითქოს ის განცდა რაღაცას ვაკლებთ, მერე ძალიან მეტი შეგვიძლია მივცეთ. და აი ჩვენმა თაობამ ვინც ძალიან ცოტა ესეთ ჩარჩოებში გაიზარდა მაგალითად და უფრო მეტ აკრძალვებში ვინც გაიზარდა ცოტა ჩვენი ასაკის ადამიანებს და ჩვენ თავს გულისხმობთ. აი ჩვენ მერე თითქოს გვაქვს ეს განცდა რომ ჩვენი შვილები არ გვინდა რომ ასე იყვნენ და აი აქ მარტო პირად ინდივიდუალურ ოჯახურ ურთიერთობაში კი არა ცოტა თაობებს შორისაც მოხდა იგივე ამბავი. აი რაღაცა რაც დაგვაკლდა, რაც არ გქონდა, აი უცბად მოგვინდა რომ მიგვეცა ეს ჩვენი შვილებისთვის და სხვათა შორის აი აქაც რაღაცა ძალიან ისე არასახარბიელოდ შეიძლება განვითარდეს ადამიანის ცხოვრების გზა აქედან გამომდინარე, თორე გაზრდით ყველა გავიზრდებით